გამარჯობა მოგესალმებით. ტრადიციულად კაცები YouTube-ზეა 397 ეპიზოდის ჩაწერა მიმდინარეობს და რადგან თქვენ უყურებთ, რადგან თქვენ უყურებთ ეს ჩაწერა წარმატებით დასრულდა. ტრაგიკულად არ დასრულდა. გამოიწერეთ, მოიწონეთ, კიდე დააკომენტარეთ, ზარს დააჭირეთ და მოკლედ რაც შესაძლებლობა აქვს YouTube-ს გამოიყენეთ მაქსიმალურად ჩვენს არხზე. არ გიჭირს 397 ამ ხელა სიტყვას. 39 და 7 ეგრევე სიცხესაა. 397 397 რაღაცა ეს პრიმიტიული. ხო, ის მაღალი ინტელექტუალური. კი, 39 და 7. ველოდებოდი რომ ვაჭრობას დაიწყება. ვიფიქრე 98 შემოგვიწი. უკვე ნახევარზე გადავიდა 39 და 7. მოკლედ 15, 16 და 17 მაისს კაცები ლაივია, ეს ისე გეუბნებით, ბილეთები ისე აღარ არის, ასე რომ ვინც შეიძლება. ანუ ეს სარეკლამო განცხადება კი არა. გახარბე. ეს არის შესაძლებელი. არ არის, ისე ნახე როგორ გადავდიოდი. თუმცა ვისაც ჩვენი ნახვის სურვილი აქვს 9-ში ურტყამ ხელს. კაი, მიდი მაშინ შენ თქვი არ დავარტყავ და ხელის დარტყმის გარეშე მაშინ შენ მაშინ გახდება 9-ში. ლაპარაკობს და შენ ხელები ურტყი. 9-ში? 9-ში არის ევროპის დღე და დიდი ღონისძიება. 9 მაისს. 9 მაისს არის დიდი ღონისძიება ექსპო ჯორჯიაში და ჩვენც ვიქნებით. ოღონ ზუსტად არ ვიცით რომელ პავილიონში, ძალიან დიდი ტერიტორიაა და ეს ცოტა ადრე თუ მოხდა და დაათვალიერეთ, ანუ ეხლა რო დავარტყა ხელი, ხოში. როგორ ახარ დათო, სხვა როგორ ახარ. დიდი მადლობა, კარგად ვარ. მშვენივრად, კარგად გამოვიძინე და მოკლედ. არა, უნდა გითხრა, კარგად გამოვიყურებ ხოლმე მაგას ველოდი და. აი, ხო, ენამ გიყივლათ, ალბათ მართლა კარგად. კი, სხვათა შორის გიყურებ და თვალს ვერ წვიდა. შენ როგორ ახარ, გიორგი? კარგად, ახალი მედიკამენტი დამინიშნეს. აუ, ძველებიც არ ვიცოდი მე, მაგრამ ანუ ძველ მარკიშვე. მას ადამიანს უც მიკროფონი. ძველმა ვერაო, ვერ დაგძრა ადგილი და რა მედიკამენტი? არ მქონია, ახალია, იმიტომ პირველია. შეხარ იმის ეს ექსპერიმენტული ჯგუფები რა დგება და. ქავილი დაგეწყო უკვე. რა. იმ ზაღლების სურათი გაჩვენა, ეს ვინ შენამდე სწავდა მაგას. აურა, როგორ გახედე. პირველი ადამიანი. გადარჩნენ ისინი. ვისი წამალი დაგინიშნა? ადამიანს ასე ცოტა აბედნიერებს. მაგიტო არ აქვს. ვისი წამალი დაგინიშნეს? ხელოვნური ცრემლი დამინიშნეს. სიმბოლურია იუმორისტ კაც ხელოვნური ცრემლი დამინიშნეს, მაგრამ თვალზე ხო გითხარი რაღაცა რომ ჭი. ანუ ამასაკში ბუნებრივი გაგიტავდა. ისეთი ცხოვრებითი ცხოვრა რომ ბუნებრივი. სიამას როგორ აგიტი? მანქანას რო აგი მის წყალი ხო? ეს ატირილი უნდა მარტო ხმარი. და ისინი თვალები ხახუნებს, მაგრამ დაგრჭიანე ხო? ამ ხელოვნურ ცრემლს სვამ და მე თვითონ პოულობს და ვიზა. თუ სამისა თუ ასხავ ხური ასხავ და მე ესე შვები და გამოდის თვალები და მან ზამთარში ხო იცის რო ჩასრო არ გაყინოს ორთქლავს ხო? და ბიჭო ის რა ქვია, ანუ პანაშვიძე რა შედიხარ ერთი წამით რაისხავ და შედიხარ ტირილით. ეგ ის არის რა ქვია ამ მასაკში ცნობილი ამბავია ყველას უნიშნავენ ვინც კი თვალზე მიდის მეც მათ შორის ალბათ შენც გეტყოდნენ მაგას თავის დროზე ბიჭო ექიმი კი არა სათვალის სახიდად რო შედიხარ იქაც ყტენია ხელოვნურ ცრემლს. ისეთი ის არის სასუქი თვალის და ის ხა რაღაცა ცოცხალი თვალები არის პროგრესი ვიწვეთ და სმასკა მისცა თვალებს ხა ეს სწრაფად ალბათ არა არა გეტყობ ადრე თვალებს რო აფახონებდი ჭრიალის ეხლა გასისინი აი რა წკაპესი აფახონე სუდია ხელოვნურ ნერწყვს თუ გინიშნა რომ მოკვიჩა და ამას ამატე ან საჭმეს რომ დაინახავ რო არ მოგდის და წკაპ ხელოვნური ოფლი ო ეგეც კარგია ხო ზაფხულში ცხელა მიდიხარ არაფერი შეისხა უკვე კაცი ხარ კაცული მე
დეზატორს დაამატე. კაცი ხარ კაცური. კი. რაც რემს ხმარობ მოდელი იცი? სიხარულის. მე რაც რემს უშვებდე ესე დავა. სიხარულის რემ. ხელოვნური სიხარულის რემ. არა, სიხარულის ხელოვნური წრე. ხელოვნურს ამოვიდა პატარა ასოებით. რო შედიხარ ახლა ცრემლების მაღაზიაში. რა გაქვთ კარგი სიხარულის ცრემლები? სიხარულის ძვირიღიც. ჩემია სიმწრისია. და კიდე ის ხო ახალი მივიღეთ აი თვალში რომ ბეწვი ჩაგივარდებათ. ან ხახვიან თიც თუ ამოისმევთ, აი მაგის ცრემლი გვაქვს კიდე. უი ხახვი. რა ხა? არ უმშაობდა ხახვი იცი? რო დაჭრა და ცრემლი რო წამოვიდეს. ხახვი უფრო არა ეს. რამდენჯერ სამაგერს უფრო იაფია ხახვი. და ბუნებრივია. დილით ისხავ თუ საღამოს თუ როგორ არ თუ სამჯერ თუ რა რეჟიმი აქვს? 2 საათში ერთხელ. უი. ეხლა შუა იმის დროს უცბად ცრემლის ჩაწუთება რა არ გაგვიკვირდეს რა, რო გაგვეწელოს ჩაწე. თუ გინდა გაგიკვირდეს ფეხებზე. გასაგები. და მეორე პრობლემა მქონდა კიდე, რომელიც ექიმამსა არ არის შენ გგონიაო. პრობლემაო? ხო. აბა რაღაცები რო გონია ეგ უკვე სერიოზული პრობლემა. თვალი გამიხუნდა რა, ფერი. მოხუცებს რო აქ ხო ის. ეს ქვია თვალი გაგიხუნდა. მიხუნდა რა თქვა, შენ აკვირდები და რამე ის გაქვს ადარებ? ადრე როგორი იყო? ბიჭო, მეორე თუ არ არის გახუნებული, მე მიგიყოლ მარლიართან და ზუსტად იმეს დას. ზუსტად მეორე თვალის ფერს დავასმენ. არ გინახავს მოხუცყალს რაღაცა დაკარგული რო აქ თვალის გაცრეცილი ფერის თვალები რო. ეგ გაცრეცილი კი არა, ზემოდან ეკვრება ახი და მაგის ბრალი. ხო და რაღაცა ეგეთი გგონია რო გაქვს. ეს ცრემლი ორივე თვალზე დაგინიშნეს? კი. და იმაზეც მესამე თვალი თუ აღმოგაჩნდა. გაზეთებში და ესე რო წევდა რაღაცა. იქაც უნდა ჩავიწვეთ. კარგია. ძალიან თხევადია თუ ცოტა ბლანდი, მეც დამინიშნეს და არ ჩავიწვე. თხევადია ცრემლი, სიტყვა გეუბნება. გაჩვენებდი, მაგრამ აი ტაოტივით არის თუ? არა. ძალიან თხელი. თხელი რა თუ ესე არა აქ წებოვანება? აი ესეთია, მაგრამ ვერ მოგცემ, იმიტომ აღარ დამებრუნებს. დალევ. ნაცის თვალში ჩაიწვევდა, ნაცის ფიშში. რა შემადგენლობა აქვს? შენით რო გააკეთო. ოჯახური რომელი? ბიდორი. ბაზარში რომ მიდიხარ, რაღაცა ცრემლისთვის მინდა. კარგი მომეცი. მარილი. მე ზუსტად ეგეთი შევიძინე. აბა ვიყიდე ვარ. არა, არ ჩამისხამს თუ და რა გასული მოგიდა. რატო არ ჩაისხი და გეზა რა? ბიჭო, ვერ წაიკითხე? ცუდი ჩასასხმელია. არა, გახელი თვალში უნდა ჩაისხა. აი სადო ყველანაირი წასხმია. დახურულ თვალში როგორ შეიძლება აბა? ხო, შეიძლება დახურული ჩაისხა და მე და ჩავიდეს. არა, ერთ 3 ლიტრს თუ დაასხავ, ეგრე შეიძლება. ხო და ეგრე გავაკეთე. რა უნდა ქნა ისი? თავზე დაისხა და ჩავა. არა, ჯამში მოჩასხა. წარმოგე, გახელი თვალზე რო ისხამ, ხედავ რა რაღაცა მოვიდა. მე მაშინ. რატო ხრიანებ? იმიტომ რომ იძახის ის რაღაც. ძალიან საშიში. ხო, აი მართალია. ჯამში ჩაასხი და ესე ჩაყავი. ჯამში როგორ რამდენი ვედრო უნდა იყიდო ეგრე ჯამში. ერთხელ იყიდი და გეკრიბა, მე გადააფარებ დადებ. ოღონდ მზე არ უნდა მოხდეს. მზე და ბუზი. წვრილი კინკლები ვარ, ხო ესე რომ ტრია. იგი ცრემლი იყოს და ბუზიო ბაღდან ხო. კარგია რა ჯამთება. ვაჰ, გაგვამხიარულე ჯანე. ესეთი შეგიძლია. არსებობს ეგეთი? არა, აკეთებენ პირიმზე. კაი, მოდი გადავიდეთ ახალ ამბებზე. კატეგორია რა გითხრათ, რით გაგახაროთ არის ესეთი პირველი კატეგორია. ცნობილი ქართველი ასტროლოგის აზრით, საქართველოში 10-დან 8 ადამიანს ჯადო აქვს გაკეთებული. ჯადოების რიცხვი კატასტროფულად არის გაზრდილი. ანუ რაღაცა სტატისტიკას არსებობს ადრე ჯადოების. არ ვიცი 70-იანებში ეტყობა იყო. ანუ ეხლა ეს სტატისტიკა რო გადმოვიდა, რომ ჩვენ აქედან 3-ს ჯადო გვაქვს. საწყოდება. მე 4-ს უკვე ცოტა რა. მე 4-ს ცრემლი დაჭერდა. აი შეიძლება ცრემლი მაგითო დაჭირდა რომ ჯადო. ხო, ეგეც შეიძლება. ეს სტატისტიკა ვინ დადო? ჯადოქარა. ანუ 1000 კაცი შეისწავლეს და 800 აღმოაჩინეს. მიხეილ ცაგარელმა დადო. ცაგარი.
არა, შეიძლება მიხეილ საგარემა ხო, შეიძლება გაიმეორე. გამოიყენა რაღაც საქსტატის მონაცემებით საქართველოს რაღაცას ვერ გადავამოწმებთ. რაღაცნაირად ამ ამბავს. ჯადოს ამბავს? მაგალითად თუ ყვავის ქონი გაძვირდა, იგი ყველაფერი გაძვირდა და. ხო, მაგრამ ყვავის ქონი არ არის ჯადოზე. მგლის ხახა რაღაცა ხო რაც არის. რაღაცები ხო არის კი ხო, მაგრამ ინგრედიენტები თუ გაძვირდა, ღამურა და რაღაცები, ხო. კი, მაგრამ ეგ ყვავის ქონი არ არის სამომხმარებლო კალათაში. ამიტომ მაგის ფას არ აკონტროლებს საქსტატი. საქსტატი არა, მაგრამ ვიღაცა შავი ბაზარი. მეზობელმა ხო იცის რო კითხო. ყვავის ქონი დამჭირდა იმ დღეს ბიჭო ცეცხლი უკითხე. ჯადოს ვერ გააკეთებ კაცი. ყვავის ქონია თუ ფეხი? ბიჭო რაღაცის ქონია. ევრნაირი ისინი არსებობს რა, გააჩნია. რისთვის გინდა? მე რაც გამიგია ესეთი. ჯადოს რის არა, ჯადო ბევრნაირი არის. ჩემი შვილი საყოველთაო აკეთებს. წასულის მობრუნება. ვა, იკო ჯიგარი. ხო, ეგეც არის. ხო. კესო აკეთებდა ბავშვობაში, ჯადოქარი რო უნდა და გამოსულიყო ვეგეტარიანულ ჯადოებს აკეთებდა. ვეგეტარიანული როგორ? აი ეს ქონი და ფრთა და ხორცი არ შედება. ავოკადოთი აკეთებდა. კომბოსტო და რა. ხო. ლაქტოზორძე. ვეგანური ჯადოები. ვა, კარგია, ვეგანური ჯადო, ისე ბოროტად არ ჟღერს. რაღაცა ისეთია. რა მაინტერესებს? არ ვიცი რა გაინტერესებს. ეს 8 ადამიანი 10-დან, რომელსაც ჯადო აქვს. ხო. ეს ჯადო გაუკეთეს, თუ აი შეიძლება თანდაყოლილი კონდეს ჯადო, აი დედას კონდა და დაიბადა და ჯადო გამოგყვა. არა, გაუკეთეს. ან გადმოგედო. არ აი არის. დიდი ხანი ჯადოები რო არ არის ჯადოგი, ან გენეტიკურად არ გადადის, შეძენილია. შეძენილი. და შეიძლება რომ შემთხვევით გადმოგედოს, აი ვთქვათ არა. არა, ანუ ყველას გაუკეთეს. ინდივიდუალურია კიდე ჯადო. მეორე ვერსია, რომ ასხივებს რაღაც. აი გორთან რო ისინი დადგეს. ხო. ისინი იქ რო გაივლი ჯადოს შეიძლება ესე მაშინ 10-დან 10 უნდა კონდეს ახლა. არა, რატო აღმოსავლეთ საქართველოს არ დადის იქით და კი არის გენჭედივით. არ არსებობს რაღაც სასაქმეზე რო არ გაიარო. ხო. ხო და ცოტა ხო არის ნაღდი იქიდან რო არ გამოდის და ეს. რა გინდა ბიჭო? ანუ ყველას გაუკეთეს ვისაც აქვს, იმიტომ დიდი შრომაა ჩადებული. 10-დან რო არის. თან რა არის, იცი, არა 3 მილიონი თან ადამიანი. რა არის, იცი, არაჯადოიანები უმცირესობაში არიან. კი. ხო. და ის არის უკვე რაღაც ექსპორტზე რო უკვე გავიტანოთ. ამათ მხარეს გადმოვედი მე ჯადოიანების. ექსპორტზე რო გავიტანოთ. როგორ უნდა შეეხოს ადამიანს იმას ჯადო? რო იყიდება ხოლმე ფაფახი, რაღაცა სალამური და ჯადო. ჯადო როგორ ეს ჯადო რამეთი დასწრა. პატარა ესეთი მაცივარზე მისაწებებელი ჯადო. ხო. ანტიჯადო რაღაცა უნდა წარმოთქვა ტექსტი და თუ მთქნარება დაიწყო ესე იგი არა. მართლა? და თან რაღაცა ეს უნდა იმიაგნო სად არის და ეს დააწვა. ChatGPT-ს რო ვკითხო. კითხვის რომ ძველ ერებში ჯადოს დადება ესე ხდებოდა და მე მოხსნა წესე. ეგრე კითხვის. ვა, უნდა ვცადო ერთი ამ საღამოს ჯადოს გაკეთება. ვის გაუკეთო? ეს ჯადოიანები რო შევიკრიბოთ. შენ შენ ჯადოიანი. უკვე ამას აქვს. ნუ 10-დან რა მე ხო იცაცა უმრავლეს იქაცმე. და შენ რა ვიცი? და ვიკეიფოთ. ბიჭო 10-დან 8 თუ არის ეგეთი რაღაცა ჯადოს დღე კალენდარში უნდა იყოს. კი კი მაგის გარდა რამეთი დასტურდება? აი თქვათ ესეთი დევაისი არის, როგორც აეროპორტში რკინას რო ვერ შეიტან, რომ გაიარო და ჯადო თუ გაანა. არა არ აქვს აი ეს არის ისა ამას თუ დაუჯერებ რა ამ კაცს ეს არის აი მოდი ჯადო-ჯადოდ გადავიდეთ შემდეგ ამბავზე კატეგორია ინსტანცია რომელიც ამაზე პასუხს არის შემდეგი ახალი ამბავი არის კატეგორია რას არ მოესწრები კაცი ვა, მიდი. 2029 წელს სომხეთსა და საქართველოში 20 წლამდელთა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართა ჩატარდება აი ურუგვაიო ეს რო იდახტა ჩემ ეზოში ითამაშებს ახსოვს არა გვიხდა? ხო, აჰა. სოფლიო ჩემპიონი. არ არის გამორიცხული ფანჯრიდან დაინახოს ურუგვაისთან მე აზერბაიჯანი რატო გამოიდის აი თქო არ შეიტანა ჩვენთან ერთად. ეს ამ ქვეყანაში უკვე რაღაცა კავკასიური ამბავი არა იქნება უკვე სამ ქვეყანაში FIFA იტყო და აბა ეხლა წესიერად მოიქეც რატო იცი მე არა მგონი საფეხბურთო ქვეყანა მე მგონი გუნდების რაოდენობა არ იყოფა 3-ზე იყო და ვიღაცა ქვეყანა დარჩებოდა ნაწყენი. რატო გუნდები რა ორზე ნახდათ იყო. არა უყურე მან როგორ არის თამაშების რაოდენობა. ფინალი და გახსნა უდრის ორჩვეულებრივ თამაშს ხო. და მან გადაათამაშა მაგარი ორი კაცი ამას ჯელდა კაცო ჩვენ ლოჯისტიკაზე და ფეხბურთზე თქვენი ვარაგეთ
არა, მე მაინც ამ მათემატიკას ვაბრალებ, რომ მესამე არ გამოდი. არა, მე მგონია რომ იმათ აი, ცალკეულად მოდი აბა თქვენ რა გამოთვალეთ, იცი 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობა. ხო. რამდენი სტადიონია საჭირო? 24 გუნდს მე შეიძლება ერთ სტადიონზეც ვათამაშებ დიდი რიგი მედგე. მაგარი მუშაობა გეკნება. არანაირი პრობლემა არ არის. რამდენი ჯგუფი იქნება? თქვენ ჯგუფი? ხო. 24 თუ არის, უნდა გაყო 4-ზე. 6. 6 სტადიონი არის მისწრება. მაგრამ 3-ზე შემიძლია მოგაწყოთ. გაჩნია. რამდენ სტადიონსაც დამითმობთ, იმდენზე ეხლა ჩავარდე. უყურე, ბოლო ტურის თამაშები უნდა დაიწყოს ერთდროულად. რო ის ერთმანეთის შედეგები არის სხვანაირად ვიზავთ. აბა რო გავთიშავ ტრანსლაციას, არავის არ ეწოდება. ერევნიდან სანამ ჩამოვა მაცნე. თელ კავკასიაში გათიშავ მას? არა, მარტო სტადიონებზე. რუსეთში ეხლა ეგრე გათიშეს გუში. საერთოდ გათიშეს. რასაც რუსეთი 9 მაისს აკეთებს. ხო, გათიშავ. იმ ქალაქში და სტადიონზე რო გათიშო, ვერაფრით ვერ გაიგებ, თუ ვინმე მტრედი არ გამოუშვა. გათიშვა. და მტრედს ვინდობა? რო 15 წუთით გვიან მივიდეს სიგნალი და 15 წუთში აქეთ შეიძლება ახალი გოლი გავიგო. შემდეგი კატეგორია არის ვინც ამ კაცს იცნობ, თქვენც კაი ბებრები ხართ. ესეთი კატეგორიაა. მე ჩავეწერე ამაში. დემნამ ბალენსიაგას შავსიაში შეიყვანა კირკოროვი, ფილიპ კირკოროვი, რომელიც რუსეთის მთავრობასთან ლოიალურია და მის დაკრულზე მღერის. ხო, ახლა როგორ თქვენ. და მოთქვამს ეს რომ ეს მოთქვას რომ ტიტველი დავრჩიო. ანუ სხვას არ ყიდულობს და ვინმე თავისნაირი რო შეუშვას. თავისი სომა. ხო. მაღალი კაცია. ამის ეს ძალიან მაღალი კაცია თან რაღაცა. მაღალია, არა და ნახევრად კირკოროვი. ბულგარელია, ნახევრად სომეხი, საბნაიპოვო ეგეთი სხვა. არა, მე ვიძახი ფიზიკურად რომ დასაცმელი რომ გამოუტანოს. გენეტიკურობას არ აქვს მნიშვნელობა. ეხლა თავისნაირი. ნახევრად ბრაზილიელმა და ნახევრად ურუგვაელმა რო გაიზომოს და კარგად კონდეს თუ იმ ზომის არის, ნახევრად სომეხს და ნახევრად ბულგარესაც ზუსტად ისე ექნება. მართალი ხარ. იწვალე ხა გადავიდე. ბულგარელია თუ ბელორუსი? არა, ბულგარელი. ვარი გონი არ იწოდა. მეორე მხრივ რა არის, იცი? არანაირ სიაში შესაძლებელი ეს კაცი არა. არ ჩავჭი ხო? არც აი ჯადოიანები რო ავართ ხო იცი? იქაც არ შევიყვანდი. ვიტყოდი რომ 10-დან რო არის ჯადოიანი, 2 და კირკოროვი არ ვიცი. გახსოვს ამის რამე სიმღერა? კი, კაც. ყველა. ხო, არა, ანაერად გახსოვს. ეს რა ქვია. ვეწერს მორია დუ. არ არის. ეგ არ არის ამის. მოიცა მე რაცა სხვა. მილიონ ალეხროს ხوارი ამის ყოფილი ცოლის. რაიდან დავარდი? კი, კარგი ხარ. ივალა ვიდას ეს აღველა და? კი. ოღონდ იმას კლეოპატრას ხო. ხო რა. კი, და კიდე იმას ღერის რა. Coldplay-ის ზაიკა მივალავდა. მაია. ტიმოის ზაიჩიკა. ხო, იქ დუეტი იყო რა. ამისი და ამის ყოფილი ცოლის. შემდეგი კატეგორია ისევ რუსეთის თემასთან ვტრიალებთ, აი ვის აქვს ჯადო გაკეთებული. ეს არის კატეგორია რუს რეჟისორს ანტიპუტინისტური ფილმისთვის 2 თვის წინ აღებული ოსკარი მგზავრობისას დაუკარგეს. აվել ტალანტინმა ხო და ესეც მაგარი კაცია. ჩააბარა ბარგში ხო? არა, ბიჭო, არ შეატანიეს. ბასრი თავი. მაგას ჩააბარები იმას ხომალე უჭირავს. არ შეიძლებაო მაგის შეტანა თვითფრინავშიო და ჩააბარებინეს ბარგში და დაიკარგა. აი ეგ არის პრობლემა. მისტერ ნოუბადი ქვია ხო ამ დოკუმენტურს მაგ კარგი დოკუმენტურია და მე ვნახე და ცოტა შეგეშინე. ავიაკომპანიამ დაუკარგა. პუტინ ეირვეის. ესეთი ხალხმა რო იცოდეს. ნიუ-იორკის აეროპორტიდან გაფრინდა და გერმანიაში ჩაფრინდა. ან ლუფთანზა, ან დელტა, ან რაღაც. ჩვენ რო ეფრინეთ ნიუ-იორკი. ჩვენ ჰოლანდიური კიდე კაი არ წამოვიღეთ ოსკარები. ხო, თორე ხო ავიღეთ. თორე ხო დაგვიკარგავთ. ფოთაშოს ლოს-ანჯელეს მიუნხენი გვაქვს ეფრინეთ ერთ და გადავჭი. ოსკარები არ გქონდა, მაგრამ ისეთი ოსკარები ქონა, იქ რო იყიდება $3. და ეგენი აგვატანი. და არც დაგვიკარგეს. რაღაცა დოკუმენტური სერიალი იყო Discovery-ზე.
დაკარგული ბარგი იყიდება მე აუქციონებში. თუ არავინ არ მიაკითხა, ხო? აუქციონებზე და ვიღაცა ტიპები დადიოდნენ რაღაცებს ყიდულობდნენ. ეხა ერთ-ერთ სერიაში ეს ვიღაცა ამ ბარგს იყიდის, იქიდან ოსკარს ამოიღებს, იტყვის რომ რა არის. გადააგდებს ნახტოს კარს. ვერაფრით ვერ დაიჭერებ რომ ოსკარია ბარგში ჩაბარებული. მოგზაურებს და მშრალხიძე ვიღაცა იყიდეს. ტურისტი და წაათრებს. ისევ ამერიკაში. ჩეხურსოფელი. სადო? ჩეხურსოფელი. ვა. შემდეგი კატეგორია არის ლუტის ბაკალს გააკეთე. კატეგორია მომინდომის მთვარეზე კოოპერატივის გახსნა. ეს მაგარი ფრაზა არის, ძალიან გამახსენდა ბავშვობა. ნას აპირებს მარსის ზედაპირზე ცეცხლი დაანთოს. ეს როგორი ის არის, იცი რომ ეს ცეცხლი აი ინთო თამაში დაიწყო, ეს უნდა თქოს ნასამ. არა, ჭიაკოკონას აპირებს. ანუ თვარეზე იმის რა ქვია, ქაბაბი შეწომდე, წუთები არ დაგჭერი. თვარეზე მარსზე. ხო, ეს ცეცხლი უნდა მინელდეს და ეგ. შეიძლება ისე. ის ჩარჩოც არის რომ დაალაგოს ეს ჩამფურები. რატო ანთებენ რაღაც ექსპერიმენტი? მარადიული ცეცხლი რომ ვიღაცა რომ მივიდეს უცხო პლანეტელი და ინახოს რომ ჩვენ უკვე დავდგით ფეხი და პრეტენზია. ეგრე ჩაიდანი. ეგრო დაწერონ. ჩაიდანი და დაგოთ რომ უსტვენს რა. არა, დაწერო. კოსმოსში ვიღაცამ გადადგით იქიდან რომ იყვირო. ცეცხლის დამთება ძალიან სერიოზული ტექნიკური. ამაზე რამდენი მილიარდი დაიხარჯება? ძალიან ბევრი. ბევრი. დაწერაც არ არის ადვილი. მარტო ცეცხლის დაზამდება. ჯერ მარტო იმიტომ რომ ცეცხლის დაზამდებად მიყვიდე. ამაზე დაიხარჯება უამრავი ძალა. შეიძლება რამე ისკნან რა. ოლიმპიადის გახსნაზე ცეცხლს ხო ორიგინალურად ანთებენ. ხო. აქედან ის არის რაღაც. სად არის ახლა შემდეგი ოლიმპიადა? სადაც LA-ში. ამერიკაშია. ამერიკაში. ხო, ალბათ. მითხარი ხე ეს ამბავი კალიფორნია. რა, როგორ აპირებენ ცეცხლის დამთება? კაჟით. მე რატო უნდა იცი? კვესით. შენ გექნება ფიზიკოსი შენახა და ბუღალტერმა კაცმა როგორ მარსზე როგორ ანთებენ ცეცხლს. როგორც არჩიე და მომითრიეს ნიუსი ისე მიპასუხე როგორ აპირებენ. ან გაზის ბალონი მიაქვთ, ან სანთებელა ზიპო. და კინოებში ვარ, ხო იცი რო ანთებენ და მიაგდებენ ეს. ან ჩირაღდნიან ესე და წაიყვანენ ხალხს და გზაში ხალხი ჟანგბადი არ არის. მიაქვთ ჟანგბადი. არა, ეს დახურულში იქ. აი ეს დახურული იქნება, ჟანგბადი შევა. ხო. და დაინთება სანამ ეყოფა ჟანგბადი ეს დახურული და ჰერმეტული რა ხელი როგორ უნდა შეყოლოს სპიჩკას გაკარდა. და ჰერმეტული და სპიჩკაზე ხარ. სკაპა. გაზის კურას როგორც აქვს, ტუკ 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 ტუკ. დედამიწის მაგრამ აუხსნა. დედამიწის ცნობილი ხალხი წაიღებს რა ესე რა გზაში ბანდერასი სუზი 4 და რა ხალხი თქვა. სუზი კვადრო, მან ერთი დამაკლდა, მიდი დაამატე ვიღაცა რა. მეორე მხრივ კარგია. ჩახვედი ახლა ვთქვათ იმაზე. მარსზე. ზედაპირზე. მარსიო. კითხვა არიცი? არა, აქ თვარის ეს ზედაპირზე წერია. რა ვიცი. აბა მარსი რატო შეუსწრეთ? არ ვიცი. თვარის ზედაპირზე წერია. ერთხელ ვთქვი, გამლანძღეთ გადავყლაპე. ო, თვარეზე უფრო ადვილი. მიტანა. რა ვაკეთო? დანთება არ ვიცი. თვარეზე კაია, თვარეზე აქედან გამოჩდება. ბიჭო, ჩახვედი მთვარეზე და გამოხედი კოსმოსური დოგონიდან მოსაწევად და კაი გამოიხედე ცეცხლი. ისინი არ ეწევიან. ის იაპონელი და ხო, ეს გადაუქი. არა, იმას აიღებ და ლამპის შუქზე მოგიკიდებია? კი, კაცო. კი, მან ზემოდა რომ აი, ასე იქნება აქაც. ყველაფერზე ოღონდ ისე მომიკიდე. ნამწვე მე არ უნდა დააგდო იქ. არა. ხო. ფეხით ესე გაქეკავ. ხო. მიაყრა. და თვარის მიწას. პლაჟზე როგორც ჩვენ. ო, ეკო, შეიძლება დაგდება უნდა ჩახლა. შემდეგი კატეგორია არის ახალი შტრიხი შრი-ლანკა ტაილანდის ურთიერთობებში. ამათ ტაილანდიდან დაბრუნებული შრი-ლანკელი მომლოცველ ბერებს აეროპორტში 110 კგ მარიხუანა აღმოუჩა. დრაი ლოცეს ამისთან. შეიძლება ძალიან ბევრი ბერი იყო. ბიჭო 110 კილოგრამი ძალიან ბევრი არის. ნათანის ჩატეა. ნუ რა აკლია იცი მაგას.
მასათქვე მარიხუანა და ოსკარი აღმოუყარა. მათრო 22 ბერს აღმოუჩინეს 100 კილო კანა. თქვენ კითხოს უფრო ზეპირს იტყვიერებაზე ხო? წერია 22 ბერს. მან ახან სასულიერო ეს ანუ თითოს კონდა 5 კილო. სასულიერო მაინც ბევრი 5 უშაკები კილო. რა. ბიჭო 5 კილო არის ბარგი თუ არა გაგაღებული, მაგის ტანსაცმელი არ ქონდათ წაღებული. მარტო არა, ამათ ეს ამათ არა ხო. აი ეს რაღაცა ნარინჯისფერი ზეწარი და დიდი მორალის ადამიანები არიან ბერები. ვიღაცა ერთი აიღებს საკუთარ თავს, ესე მგონი. თლადის ვინც არის რა. მართლა ბერი ვინც. ხო, მაგრამ მათ ხო ყველა დიდი მორალის არის 22-ვე და 22-ვე აიღებს თავს და ატყდება ჭკუები. და დანებით დაჭრიანეთ. შემდეგი არის კატეგორია ისევ აეროპორტი. ქალბატონმა აეროპორტში კონტროლის გავლის წინ ერთი ბოთლი ტეკილა დაალია. ეს არის ცნობილის რო არატანდნენ და მე რომ მეუბნებოდა ეს. ხო, ეგ ის არის. რაღაცა ძველ ფილმში აუ, მაგ შენ ლიმონჩელოზე დალიეო. სისინა ლიმონჩელო რო ხო, ეს გადაგაგდები. მომქონდა, ხო. და დალიეო, ვერ დავლევ მეთქი. ერთად დავლიოთ. დაგელია და ჩამოსულიყავი და ვახოს გეთქვა ჩამოგიტანე. ერთად დავლიოთ მეთქი და არა ვარ, სამსახურში ვარ, მაშინ გაჩუქებ მეთქი. არა ვარ, შეიძლება კამერები მიღებსო. ამა რა ვქნა მეთქი. გადიო ეხავი, გარეთ დალია და შემოდრე მე გავედი და ეს დავლია, ვერ შემოვა. მაშინ მომეცია, მივეცი და ეს დემონსტრაციულად ჩააგდო ურნაში. ჩასულიყავი მესთვის კი. ეს რა. ეს გოგო რო ყოფილიყო, მიცემდი და მაგასაც დალევდა. ლოთია ეს გოგო თუ ენანებოდა. ფრენის ეშინია თუ ენანებოდა. არა, რაღაც გაიტანა. ძველი საბჭოთა ფილმია. მე მოკნა ნანახი, იქ არის ეს ამბავი სცენარში რა, ვიღაც ამერიკელი მიფრინავს მოსკოვიდან და სამი ბოთლი ტრადიციული საბჭოთა სამაგონი? არა, არაყი მიაქრა ვოდკა და სამი ბოთლი არ შეიძლება რა, ორი შეიძლებაო და ესე იგი ორი ძმა მყავსო, ერთი ძმისთვისო, მეორესთვისო და იმენა არა არ შეიძლებაო და რა ვქნა და ეს გახსნის და ერთ ბოთლს მოიყურე და დალევს და ახლა ხარაშა რუსკაი ვოდკა იტყვის და წავა. აღარ ნახვე ფილმი. არ ვიცი, ხო და არა, ის არის რა, ფილმის ნაწილია, სცენარის. აი ესე გადადის ჯადო რა. რაღაცა გითხრა უკვე შენც. შემდეგი კატეგორია არაყი. შემდეგი კატეგორია შემდეგი კატეგორია დათო ლაბაძის ინტერვიუ ჟურნალიდან არის შემდეგი. ვა. ნიუსია ესა? ზემოთ რანაი გაღრეჭილი ხარ. მაგარ რუბრიკაში. და ნახე, დავით ლაბაძე ყვება, ესე იწყება რა. თბილისელები ყოფილა. მოიწეს ნუ წავიკითხოთ ეხა თუ რა. ბიჭო, ეხა ნახე TikTok-ზე ხაბაბის საქაბაბის TikTok გვერდი გვაქვს. სადაც მე და ჩემი ძმა რაღაც ამბებს ყვებით. ეს ქათმის ისტორია ხო მოვისმინე. და ჩემი ძმა ყვება და მე მომაწერეს. ბიჭო, შენ მარკეტინგულად უფრო სწორია შენ რა, შენი ძმა ცხოლაბაძია. შეიძლება ვინც ეს დაწერა არის ის რომ ის მე არო არ ჩემი ძმა. ხო, ეს ისტორია არის ესეთი. მე რა თქო შენ მოხდა. მე მომეწონა ეს ისტორია. მამა ჩემს ქათამ ჩამოუყვანეს. ანდრე სოფლის მეურნეობაში მუშაობდა, ჩამოდიოდნენ რაღაცას გვიკითხავდნენ, ხან ვაშლი ხან ისა. ჩამოგვიტანეს ცოცხალი ქათამ. მამა ჩემმა თქვა რომ ბიჭო ამის დაკვრა ცოდვაო, მოდიო ყავდესო მოშენებულშიო, კვერცხს დადებს რა. მოშენებულ აივანზე? ხო, მოშენებული ქონდა, გამოუყენებელი რა, როგორც ზოგს მანკანა ეყენა და ზოგს თქვენ გადამი რა. ჩვენ გაუშვით ქათამ. და ნიკოს უთხრა ჩემს ძმას რომ მოიტანეო, პატარა ბუდესავით გაუკეთოთო და იქო ჩაჭდება და კვერცხს დადებსო. წავიდა ჩემი ძმა მოიტანა რაღაცა ყუთი, ბალახი, ჩაუფინეთ, კიჭდებო და კვერცხს არ დებდა. სახელ დავფიქრე. არ მივედით სახელად. კვერცხს არ დებდა და ნუ მამა ჩემი ოხრავდა, ყოველდღე გადაწურებოდა იმ მოშენებულში, მივიდა და აწერდა ქათამს ვახკიდიარ და დომის დედავატირე წამოვიდა. და ნუ წავიდა ჩემი ძმა ბაზარში, იყიდა სოფლის კვერცხი, აი თვითონ როგორც იძახის, სკინტიანი კვერცხები მოიტანეო და იმას უდებდა რა, დღეში 2 წელს. გადავიდა და მამა ჩემი ეწოდა, "ო, დაუდია კვერცხი პანჩო, დედა ჩემს დავსახე." გადმოიტანა შეწავდა, გადმოიტანა. გათავდა ეს კვერცხი რა. და დაიზარა ნიკოს ბაზარში წასვლა და იქვე ჩაირვინა და ნიკორადან ამოიტანა კვერცხები და
გადავიდა მამიჩი, დაუდი, აიღო და ბეჭდები ნიკო შეაგინა. ეგრევე ნიკო შეაგინა, ხო? რა თქმა უნდა. კი, მიხვდა რაც ხდებოდა, ხო? ბიჭო, მე აღარ ცხოვრობდი იქ და ნიკო შეაგინა და მამალი დაკლეს. შავი დედალი. მამალი იყო. დედალი. მაგრამ ის კვერცხებით შეიჭა. ხო და ვიღაცამ ეს ნახა და მე მომაყოლა ჩემი ძმის მაგვირად და გაზეთა ხო არ გაატელევიზორა. მე გონა რომ ეს ადრე გაქვს მოყოლილი და არა ეხა ერთი კვირის ამბავი. რა გაზეთი? ნიკოს გაახსენდა ეს ამბავი. ქვევით არის ანეკდოტები. ხო, მაგი ძალიან პრესტიჟული გვერდი შეხვდა. მადუწრიალებს. იუმორი, ანეკდოტი. მე თუ ხვდები, მათ ხვდები ან ჰადაჰა იმაში რა ქვია. კრიმინალური კროსვორდი. კრიმინალურშიც არა ვარ, რაღაცა ჭამაზე. კროსვორდები ხო. ეს იყო დღესაც ახალი ამბები. გაიხარე. ლაბაზით დავხურეთ. ტრადიციულად გვაქვს ხოლმე სტუმრის რუბრიკა ახალი ამბების მერე და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ჭოლა. გამარჯობა. იცოცხლეს. როგორ ხართ? ნიჩო. ხო, ეხლა ყველა ეგრე ვართ. სადაც ვიყო. ნიჩიოსაც დილობის გუნდისთვის ვამ. თორე რა ნიჩიო. ხო, როგორ ახალ ძალიან კარგად რა იყო რა. ხო, რა. დილობიან წესი. ისე ვართ რომ დილობიანი სიტყვებით ამ მდგომარეობის გამოხატვა გურიაში გადასარევია კიდო. როგორ ვიქნები? ეგ ზუსტადაც კითხვით დაბრუნება ის. როგორ ვიქნები და ხო, როგორ უნდა იყო? ცოტა პრეტენზიაც არის. როგორ რაც მეკითხები, როგორ ვიქნები? ამბობთ. კიდე აქვს როგორ ახარ? მე? კიდე რა ვქნა ხო არის? რა ვქნა? აშვები რა ვქნა? ეს კულტურაა, კითხვაზე კითხვით პოსტი. ხო, თავიდანვე რო ის იყო. რა ხდება აბა ახალი და კარგი? ტემბუს. თეატრალურ თქვენც გაიგეთ? მე არ ვიცოდი. მე თემუს soulmates თუ მოვიდი. თემუისტი. ხო. მაგარია. ეს დაიწყო ზუზუებით. მეტი? ზუზუები. ისთვის რითი დაიწყო და ტემბუსი? თქვენ ხართ რეკორდს. არ უნდა მეთქვა სპექტაკლი, დაიწყო კარგი მოგვინდა ძალიან კარგი ზუზუები. მოგვინდა რას? ანუ მარტო არ იყო. ბევრი ვიყავით. ნუ სპექტაკლისთვის. სად ვინ დაამზადებს ახლა სილიკონიდან ბიჭო, მე ყალიბისად უნდა აიღო. კაი ზუზუ. ხარჯით და მე ყალიბს ვაიღებ კაი. ნახავ კაცო, ეგ არ არის პრობლემა. მე იმას არ უნდა გააბაზრო ვისი ყალიბით არის. იმას ოჯახი ყავს ჩამბატონო რა. და ესია. თულია მოკლედ. შევისწავლეთ. სპექტაკლი იყო მისთან რომ ძუძუები გადამწყვეტყლოს თამაში. არა, ხო, რა ხდებოდა? ისე რა მაგარია რეჟისორობა. ნებისმიერი რამის გამართლება შეიძლება სპექტაკლისთვის გუჭირდე. ხო, ეს კარგია. ნებისმიერი აღვირახსნა. რა არის ეს? რადგინდა ეს ვიბრატორი სპექტაკლში? მეორე მოქმედება. ანა ჩემთვის მინდა კაცო. ხალხის ანუ რაღაცა ის იყო, უნდა ჩანდეს ეს ამბავი. უცნობი გადაიცვლის სახეობი ქალის როლს რაღაცა და გაიკეთო ძუძები. ძალიან მაგარი ძუძები გამოვიდა. ტუცისთვის? ტუც ხო და ნუ სად იმას ხნათ რაღაცა და თემუზე რაღაცა ჩინური ვისინც ნახეთ სპეციალური ის დაჟდა ნახევარ მილიონი მაგას ჯობდა მოგვეკვეთა ვინმე რაღაცა მაინც არ გჭირდება ხო და ყველა მაყოფილი იქნებოდა საკუთარ ძუძურს გაიმეტებდი ისეთ ფაზას. ნუ აი საოცარი რაღაცა თემუ თქო მე ვთქვი ეს თემუ არსებობს რაღაც ახალი წილი იყო მაშინ სამლარად და მიმი თემუ და ბატონო ძუძუ აქეთ გაშლილი გნებავთ ასე გნებავთ ცოტა ასაკოვანი მაგრამ ჯერ კიდევ და გამოვიწერეთ ბოლომდე გვეგონა რომ ეხა ეს არის რა გამოვიწერეთ და რა ჩამოვა და ასე შემდეგ ჩამოვიდა ძუძუები კაცო რას ლაპარაკობ ხალის ხო? ბოდიში გვიან ვიკითხე. აი ხო თითქოს რა ყველა მოიზომა. ყველა მამა კაცმა მოიზომა კი არა და ყველაზე კარგად რომ ეს კონდა.
თუ დაგამახსოვრდა. არ მინდა გამოვყო. გახოცავენ ერთმანეთს. ვიღაცა შემთხვევითი ხალხი სხვა რაღაც იქირაობენ. აი იმ წუთშივე მიდიან და ამას იცვამენ. არ არის ადვილი ჩასაწყილი თან. რეზინა. ყველა იცობს, ესე იგი როგორი რამდენი რამე არის ადამიანში დამარხული შებაკაცი. ბატემუმ რამდენი რამე ამოკეკა. ისა ჭიპიც შედის თუ ჭიპი არის ძვირი ხეთა. იმიტომ რომ მანდ ერთის ფასად ორს ყიდულა. თემო მაგარია ძალიან და ამის მერე შევედი ამ თემუში და ნუ ძირითადად თქოს არ გეტყვით და სპექტაკლებისთვის არაჩვეულებრივია. ასე აღარ უნდა ეს შევიკრიბოთ. სახეობებს დავუძახებ, ვიმუშაოთ კოსტიუმებზე. თემო იმიტომ ლინკებს აგდებ. მე-19 საუკუნის ისა მანჟეტებით მანჟეტები. გადასარე ფეხსაცმელი ყველაზე მაგრა ამას მართლა ვამბობ. თან გამართლა აი პერიოდი ფეხსაცმელის განსაკუთრებით 20-იანი წლების ისეთი ცოტა სხვანაირი როა ვინტაჟური და ასე და გთავაზობს. და კარგია გაძლო კაცო, ნუ მე მეგონა პრემიერამდე ხო კარგი სქემა ის ხო და არა ხო შენად არის ძალიან კარგი. კიდე ერთ ორ სპექტაკლს მოილებს, ხო? რას ლაპარაკო? ადრე იყო ინახავდა. ბოდიში ერთი რუსთავის თეატრში ხოროვას დაქონი ფეხსაცმელი. ხო. ბოდიში. თქვენი მეუღლე რეკავს. ალო. სხვაგან მოხდით. არა, შუაჩაწერა მიდის. დილამშვიდობის მანანა როგორ ახლა? პირდაპირ აი ეს მანანაა ჩემი მეუღლე, აი ესეთი აქტიური ადამიანია, ასე უყვარვარ, ყველგან პოულობს. არ წახვიდებ, რომ მორჩები წამიყვანო უნდა შენ. ზღოლი მადლობას გი წელავახა დროს შენ ეთერი ფული ღირს. ეს დავტოვოთ რა. არ უთხრაზე ვსაუბრობთ. მორჩები პირდაპირ იმაშია გადაღებაა ახლა. ხო. ჯერ არა. მაგრამ კი ვიწყე. ჩემ ნათესავებზე მაიმუნოფო. მოყვენ ნათესავებზე ზაგაზი იყო ეს. აუცილებლად. რა ამბავია? მანანას ყავს ძალიან ბევრი დები და ძმები. მთელ მსოფლიოში არიან მოფენილები. სადაც არ ჩავედი, ყველგან ერთი რამ წარმომადგენელი დამხვდა. 1-2 ოჯახი. რაც თავარია, სადაც მე ვცხოვრობ, იქ დამხვდა. ანუ სასტუმროში თუ ვიყავი, ჩემ ლოგინში დამხვდა. ძმა მაგალითად ხო სათხო დავალ მე დავიძინე იმაში ვანაში. რაღაცა ნათესავები არ თავდებიან ოღონდ. ჯერ კარგად არ არის შესწავლილი რამდენი არიან. თვითონაც არის ხაზი რომ ლაპარაკობთ რაღაცას. ჯადოიან გამოკითხო კი არა, მანანას ნათესავ დაძმათა აღწერა, სოფლიო აღწერა ჯერ არ მოხდარა. უამრავ არცად არ თავდებიან. ყველა კარში საზღვარგარეთ თუ ჩავდივარ, გამოაღებ კაზრასუ აღარ მიგვეს. რითი ხვდებით? ისიც შემოწმაცვა. როგორ პოულობენ მე ეს მაინტერესებს. ხო, მაგრამ თქვენ რითი ხვდებით რომ აი ნამდვილი ჩემ და ნომერში თუ დამხვდა ვინმე ადამიანი, ესე იგი მანანას დაცავია. თუ ისა ფორმა რაცია იმის. ლიფტი არის და დაბადების დღეც ყოველდღეა ვიღაცის, ხო? დაბადების დღეს ყო თვითონ კარგად აი იკროი ერთხელ შეიკრიბა იუბილეი იყო. მამა მიშა კაზაკოვის და მაშინ ჯერ რუსეთ კაისარი რა ქვია აი პერესტროიკა რაღაცა. ამ ჯერ არა სიცხე რუსეთს ჩასვლა. მაგრამ ისე რა ცოტა ესე ვარ მე. ხო, იწება. და დიდი ამბავი ელჩინი რაღაცა ამბავი ბოლოცები რაღაცა დიდი კონცერტი აიკიცხა თვითონ ბროდსკის რაღაც საღამო პოეზია ასე შემდეგ რაღაცა ბოლოში რაღაცა უთხრეს აი ხო კი ჩემი შვილებიო ჩემი
გოგოები, ვინც ხართო ჩემ ყველანი ამოდით სცენაზე. როიშხულა ამ დარბაზში. ებრაელების გასვლა აქ ეგვიპტიდან. ავიდნენ და დავჭით მე და შირვინი. განო არა მე შორეული ვარ. სიძე არის თუ არ მეკუთვნის. ხოლო სისხლი განათესავია. კოლეგა იყო და არავინ და ქვისლი. თქვენი ქვისლი. არა ნუ იყო კონცერტზე და იქ რიგში იქ დარჩა და დანარჩენები ყველა ესენი. და ტაშ თქვენ ორი უკრავდით? ხო გაგმრთელი მქონდა მაგრამ ერთმა გამრავლო. გმერთმა გამრავლოთ ფიქრობ მაგრამ ხო ასეთი ბედნიერებაც არის და მეორე თავისი ისიც მოყვება. ვისთვის როგორ ხო სახელებს იმახსოვრებთ? არა ვერია. რომელზე გაჩნდა? თავი ნახოთ. ეს ყველაფერი სალებადია თან როგორ არის ერთი სახელი რო თქვა რომელიღაცას გაარტყავ არ არის. ან ხო ანია ან მამის შო სახელი. ვინმე იქნება მამის სახელი ხო? სოლი მაინც იქნება ყოფილი იმაშიც მოასწრო უამრავი გადასარევი ერთი გადა ბოლოს წინა ეგრე მიდის აი არ ვიცი იქ არის ეხლაც არის მერთმა კარგად ეს არის ებრძოდა ალკოგოლიზმს ნუ მისას უყარდა და ამისა ასაკში იყო და კარგად იტანდა მაგრამ მაინც ებრძოდა რო გარდაიცვალა ეს ამან აიღო დროშა ესტაფეტა და აი მე ეგეთი რამე არ მინახია მთელი მარჯანიშვილის თეატრი დაათრო ვინა? ანიამ ბოლოს დაწოლმა ჩამოვიდა რაღაცა ჩამოვიდა უმრად თეატრში მივიდა ყველას გადაკოსნა ბუნებრივია წავედით რაღაცა აღსანიშნავად დაიწყო და არის ესეთი თან ხედი ესეთი არაფერი არ მოსდის ამას სვამს იმისავით რა ქვია ჩაივი. ჩაიზე კიდე შენ აი ცხელ რაღაცა არა აი თვინი ოთახის ტემპერატურის წყალია საერთოდ არ არის. ხო აი ტეკილა აი ბოთლი რო ჩაარტყა გოგომა არა რა ესე დალია და ნერნერა მაყდება ხალხი ყველაფერი მაყდება ნერნერა ხედავ რომ დაეცა ამ ბრძოლაში ბევრი და გაყავთ და ახალი მოდის მეომრები არა სამი დღე მესამე დღის დილა არის უკვე ზაზაგოგოაძე არის უძლებს მაგარია და სამი დღე გადაიტანა გმირულად მესამე დილას ეხლა ახინკალი ხინკალზე წაიყვანეთ სადაც შევედი სახინკლეში აი გოგოაძე თქვა რომ არა ეხლა მე უნდა წავიდე საქმე იმიტომ რომ ახლები მოვიდნენ იქ ტაქსით დავინაგდა ახალგაზრდები მე წავალ შენ ჭირი მე ამათ ეს ვინა ყოფილო ეს კიდე ზის ასეთი გოგოაძე და ნუ აი ხო ფალავნები დაეცენ ისინი გულბად ჭავჭავაძეები დაეცენ ეს გოგო ზის ასეთი კაი დაბრუნდით ეხლა სულ მოთხე დავიძინო ჯერ სამი დღე არ გვიძინია შენ სხვა ადამიანი ხარ მე кай და А нету ничего. Нет. Всё. Побоили. А кера имаши регионში აღარა. Всё. А я спрятала. მოკლედ ესეც. აი ჯადო მაგარ. და ნიჭიერი ხალხია მოკლედ მინდოდა მე თქვა ამითი რომ და თქვენებს ჯადო ქონიათ მარჯანიშვილს. ხალი რო დაგათრობს რაღაცა ჯადოზე გააქეჭვი უკვე რა. ხომ არა ეს არ იყო ჩეულებრივი ხალი ეს იყო დრაკონი ეს იყო ალკო დრაკონი მაგარია. ქალის ხეულში გადაწყვეტ. თქვენი სიდედრის ნაცვალი იყო, ხო? სიდელი ნაცვალი ხდი. სიდედრი ნაცვალი. რაღაცნაირად ის მოხდა რომ აი ბოლოში ის სამყარო სიდედრი გახდა. აჰა. კარგად ვერ ისე დააწინაურეს ბოლოს. დაწინაო აი ხო აი რაღაცნაირად იქ როგორ არის კონკურსი ხო რაღაცა გასწრო ყველა. მან და ვატიკანში არის ცოტა უცნაურად ვერ გაიგო. მაგრამ ეხლა დადასტურებული გოგოა კაცო. თორემ ჩავდივართ ოდე გასტროლზე ან რაღაცაზე ყველა მსახიობმა იცის ანემოვა. ნომრებში რო ავიდნენ და ჩაიგენ.
Здравствуйте, გამარჯობათ, გადის ყველა. მე ვჩები, მე. ნუ მაგარი ვარ. არა მგონია მანანას ეს ამბავი ქონდა მხედველობა. ნათესავებზე თუ ყვები. ხო რაღაც ვაგან წავედი ცოტა. წაგი ხო. თული ღამე მე. მოყვარულ მსახიობებზე უნდა თული გითხოთ. კვირა მექნება მე მგონი. ამის მე ცოტა გამიჭირდება, მაგრამ შეიძლება ანა ჩამოიყვანო. სადამსჯელო. ასე არ გამწირავენ. ასეთი რა თქვია. ასე არ დავისჯები, მაგრამ ნუ მე ეს კირილი ძმა არის მანანასი უფროსი. ასე რომელი მე რამდენი არ ვიცი უფროსი. ერთ-ერთი უფროსთან. ერთ-ერთი უფროსთაგანი და ნუ განსარევი კარგი ადამიანია მე დამეგობრდით. და ყველაზე მეტად ეგ დამხვდა ხოლმე საზღვარგარეთ და ყველგან სასტუმროებში. აი მაგის გამო ვიცექი ამაზანაში. ეგ არის. ხომ ტრალი მოვიდა უკვე და მოგასწრა ჩატ. ხო მე რომ მომესწრო მე ჩავტო. მოკლედ დავლიეთ სადღაცა მოსკოვში ჯერ კიდევ აი ძველი დროა. და ქართული დღეებია, საქართველოს დღეები თუ რა ეს რაღაცა ბევრი ქართველები ვარ ასული რასიაში აითი ამბავია ისინი ყრია მთელ რასიაში უშბის თავსახურები. ესე პოულობს პირველი მიდან მე ქართველებისა და არ მივადა. და გვიან მოვედით დავრუნდით სადაც ვიყავით და ამან გაიგონა მღერიან კაფე სართულებზე რო არის პატარა რაღაც ბუფეტები ვით რაღაცა იქ სვანები არიან მღერიან მაგრად და კირილას აქვს ბევრი და ანასნაირი არ არის ეს ნორმალური ადამიანია მაგრამ ძალიან არის და უყვარს ქართული სიმღერა და ამიტომ მივიდა და გამოსახატავად აი ბიჭები განანტო სვანები 6 ხანჯლებით ფორმით ისინი ამა და ღერიან მარტა და არჩეულებრივად რაღაცა ეს დაუდგა წინ ის ვიღაც არ მოეწონა შენ გაჩუმდიო და სვანებმა სიმღერაშივე ნაცაბის გადაწყვიტეს არაფუჭებენ ახლა. გადავიდნენ გამოტირებაზე. ზარზე გადავლენ. აი სიმღერაში უკვე დაიდება აღმოვცენდი ამაცა. მე და მე მაჩუკეთ ეს ადამიანი. ტრადი არის, მაგრამ შტერია. გადასარევი ხალხი, მაგრამ შტერია. ხოლმე აგერ სიმღერაში ჩუკენით. ვა, ერთ სიმღერაში ჩადეული მთელი ისტორია. ჩადეს იმის მერე მეოთხე ქართოს მოასწავლი სიმღერას შენ უსმენო ადამიანი. სპექტაკლზე რაღაც გლახარ გამომივიდეს და სახში მისასვლელი პირი მომწონდეს არ ვიცი. მოყვარულებს ახალი ამბავია ხო ეგ მოყვარულ ადამიანებს ვისაც სურვილი აქვს ასწავლით ესე არ არის ვასწავლით არის მაშინ აძლევთ შანსს არის ეგეთი ის პროექტი რომელიც შარშან ზაფხულში მანანამ მოიფიქრა მანანას აქვს ჩემო ბატონო აკადემია 42 სახელმწიფო ასე და ნელ-ნელა ჩვენ თეატრი როგორ ახართ თუ აღარ ვიქნებით და იქნება აკადემია მანანა 42 და როგორ რა და ესეთი მოიფიქრა შარშან ესეთი პროექტი პირველი როლით რაღაც ამისაც ხონდა ფხანა ყველას ქონია ცხოვრებაში ჩემი აზრით მოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი და მოხდა ძალიან უცნაურად კარგი ჩემთვის ამბავი მე ისე ვყურებდი ამას სკეპტიკურად და გაღიზიანებით კიდევ მე აი როგორ დამხდება მანანა ესე ვყურებდი მე მართლა აგრესია ქვია და მე რომ მოვიდა ეს არაჩვეულებრივი მართლა ბევრი 50-მდე ადამიანი რაღაც ჯგუფებად დაყოლეს მაგრამ
და აი ის არის ყველა ასაკის თუ კი ყველა ასაკის და ძალიან მაგარი რამე გამოვიდა ჯერ ეგერთი შევიძინე თეატრმა მეგობრები და მე შევიძინე მე ძალიან ბევრი მათგანი ეხლა არის აი ჩვენი დამეგობრით ელემენტარულად იმდენად რომ რაღაცა მანანა კიდე რაღაც თავის საქმიან მანანა 42-ში ეს მანანა 42-ში ან თეატრალურ მაგამაც იმას არ წვითავს მოკლედ ამ კავშირებს ტემოსთან ეგენის თანამშრომლობა ეგ მაგ სპექტაკლი არა ტემუ 42 წამი მანანა 42-მა დაძო თემუ 42-თან ისე ხელში ეხლა დაიწყო შეძენა ამ მეტყველების რაღაც როაკეთებს კურსებს პატარ-პატარა კურსები ისე მთავრდება პატარა ესეთი სპექტაკლებით თითო და ამ მე სპექტაკლში არა მაქვს ესეთი დეკორაცია და ესენი კოსტიუმები ბოლო იყო მერკულ პუაროსის გააკეთა შევედი დეკო რამბავი მანანა ცოტა წესიერად ცოტა იმ ტაქტი იქონია რამბავი ბროლე ვერცხლეულობა ეს კინო საქმიდან კი მეცნო რაღაცა არა ჩაოლებრივი ეს ამ იმის ვარდეკოს პერიოდი იმის კოსტიუმები გამოვიდნენ ეს შესანიშნავი ხალხი და ვიფიქრე როგორ შემშურდა მე ვფიქრობდი რაღაცა ნოდარდუმბაძე და მეც გაამძორდა ღარიბულათა და წაწყობია ნახეული განსასწრებით რომ იაფა მაგაჭრებული მაშინ რაღაცა და ეს რამბავში და ამის ის თემუ საქართველოს გამანათლებელი თქვენ და ილია ჭავჭავაძე საქართველოს გამანათლებელი საზოგადოება ნიკო ნიკოლაძე თემუ აკეთ უკვე ჩვენ კი თემუ თემუს უნდა მიწეროთ და შეიძლება სპონსორობა აიღოს თქვენ თეატრს ნებისმიერ ანუ ამ მონაწილეობა თუ მე სურვილი აქვს მანანა 42-ში რომ ჩაეწეროს ნებისმიერ ადამიანს აი ზაფხულში ივლისში არის ნაკადის შემსება და ერთი წელი გრძელდება ხოლმე თუ არა ეს ერთი თვე ერთიანი ის არის რომ თავდება იმით რომ რაღაც სპექტაკლი შერჩევა როგორია ეროვნულების თუ შერჩევა ყველას იღებ ესეც რომ მოვიდეს მიიღებენ უნიჭოებსაც იღებ ეხლა რომ გასხდეს რომ ნამყოფია და ეს ხალხი აკყავთ და მე რაღაც სპექტაკლებს დგამთ ხო აბა იმ ერთ თვეში დგამთ სპექტაკლს არის რამე ხო არის რაღაც რთული სპექტაკლები და შედარებით ადვილი არსებობს ალბათ არის დამწყებებისთვის რამით დამწყებია იქ მაგრამ არის ერთი კვირა სადაც ბანანა და რამოდენიმე ადამიანი ჯერ მათთან მუშაობენ რომ ერთმანეთს გააცნონ და ამაში მე ვაკვირდები შორდა და ვარჩევ ესა ეპს იმის მიხედვით ნუ როგორც და მე ბიჭო არ გეშინიათ კონკურენციის აი მოიყვანეთ ეს ხალხი ასწავლეთ გაუშვით და თავისი თეატრი გააკეთეს იქვე მაგრამ მუშაობ 43 მესი 43 ნუ გაჩნია იქ გადავიდე იქით საქმე 43-ში იყო თქვენ არ უყურებთ ამ სახილებს ის სკაუტის თვალით რომ ეს ამ ჩემთან წავიყო ან კი არ ვიცი ხო თქვა კითხო მაშინ გაიზრდება უცებ იქ არა მაშინ ეს თქვა არა რო თქვა ეხა სახშია მისასვლელი არასდროს არ თქვა არა მოდი უპასუხოდ დავტოვოთ ეს შეკითხვა მოდი ეს ესეთი იყოს იცით რა არის ხო ერთია რომ ძალიან რაღაცა თეატრალების ერთი დიდი წვე შეიქმნა შარშანდელი ნაკადიდან და რაღაც იხარშებიან ამ ჩვენ თეატრის ხო ვისაც თეატრი უყვარს და ალბათ ვისაც უყვარს ყველას როდესღაც უოცნებია რომ რაღაცა და აი ხო რაღაცა იმაში რაღაცა სექტა ხო ჩვენ ესე ვეძახით ხოლმე ჩვენ აი ჩვენი სექტა კი ხო მე არა ვარ ის მანანა მაგათ ისე თავარი ღმერთი ვიზეთ ვიცულობს ხო და თქვენ მოციქული ხართ მის სტანდარტული კონფიგურაცია რელიგია სადმე ხო არ ყოფილ ხართ
ექსკურსიაზე კი არა, გასტროლებზე ამ ბოლო დროს, იმიტომ რომ გასტროლების ისტორიები ჩინეთში ვიყავით. ჩინეთში? ტემოდან დაპატიჟეს. გედა ეს როგორ ვერ მოიფიქრე თემურ სამყაროში რომ მივდიოდი. ეხლა მივდივართ კიდევ 11-ში შანხაიში. ეგ თემო არც ვიცი სადაა head office-ი. დამალული იქნება. ან ყველგან. მაგათ იმდენი რაღაც არის რომ ყველგან იქნება. წარმოუდგენელია. ხო, ერთ ადგილას ვერ დაეთევა. და რამე გაქვს ჩინეთში რა გადის? ჩინეთში ეს გოგოლი. კერდინი აქვს უკან. არა, სპექტაკლი გულის. ხო, ის სპექტაკლი. ერთი ასაც ვიყავით ჩამოვიდნენ ისინი ადრე ჩამოსვლან ფესტივალზე და მე მოვიდნენ და 10 წლის წინ დადგმული სპექტაკლი მქონდა იტალიელებთან. მქონდა გადადებული ჩემთვის. არა. აღარ იყო ეს იტალიელები თამაშობდნენ და ქართველები ერთად და ესეთი სპექტაკლი იყო და ისო ჩამოიტანეს ეს ეს გვინდაო. მე ვთხარი ის ევროპა ჩვენ აღარა ვართ ევროპა. და სხვა ქვეყანა გავხდით. ეს ადვილი არ არის ბატონო. არა, აღადგინეთ რა, კაიდან აღადგინე და ქართველებით აღადგინე და ძალიანაც ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ძალიან კარგი სპექტაკლი. იმას ნუ და ეგ მიგაქვთ ახლა? ქონდა ეგ წაღებული და რევიზორი ჩან აი სან ჯონგი ხო, ნუ ეგეთი სახელი ხო ჩვენ სეჩუანის პროვინციაში ქსანჩუ არის პრემიერა. იყო. იყო ხო. ესა და ერთი კარგი იყო. მისი სახელობის დარბაზი. ნიღბები იყო რაღაც. რა არის? მისი სახელობის დარბაზი იყო. ჩონჯუ. ჩონჯუ. ესეთი კედელი იყო, ნიღბები იყო ძალიან ბევრი. და რა ეკიდა რა ხობე იყო. თემუდან გამოწე. და რაღაც დავდე ისეთ ყობო მოწყენილი იქა და გადაიღო ვიღაცა ფოტო და დაარქვეს 300 რა ქვია ქსენჯოელი არაგველი კი არა. ხო, იმათი საფო. იმასთან საფლოსთან ჭოდად გასულა. მოკლედ ეხა რა მიგაქვთ, ეხა რომ მიგაქვთ? ეხა ისო გოგოლი მიგვა გოგო მსხვილი. და ეხა შანხაიში. მერე კიდევ ვაპირებ ნოემბერში წასვლას. იქიდან ზუსტი წერე და აქედან წვილი მიაქვს. მაგარი მარტე რაღაც ამბავი. ისეთი ორგანოების გაცვლა გამოწვევი. რომელი ქვეყანა დაინტერესდა? კი არა და გლახა ამბავს ჩამწიო. ორგანოებით. ბიჭო, ადრე დაგქონდათ რაღაცეები. სულ ამბობდნენ რომ თუ რამე ფეხსაცმელია, იქ მსახიობების და მოცეკვავების ჩამოტანილია აქ და აქედანაც რაღაცეები ეს იმ კომუნისტი. არო გაქონდა? ფოტოაპარატები. ამბობდნენ ფეტი კი, ანუ რაღაცა გაქონდათ კიდევ. ზენიტი და ფერადი ლითონი. ფანქრები. თურქეთში ფანქრები უნდა წაიღო. აუ, ფანქრები. მე და მე წაღებული მაქვს. ჩვეულებრივი ფანქრები თუ ფერადი? ფერადი, ბიჭო. ვაფშე ასე არ ახარ მსოფლიო ეკონომიკის. ხო, არ ვიცი. მე გავიცანი ადამიანი, ვინც ეს დაამუშავა ეგ თემა და ფანქრები ხო არის რაღაც ხო. ისა და ფანქრები კი არა გრაფიტი უნდათო იმ ფანქრებში ეგ არის. არა, მე ფანქრები წავიღე და ესე ხო და ვიღაცამ გამოიღო ეს გრაფიტი ფანქრიდან ამოაძრო და ბევრი გრაფიტები წაიღო და იმა რა მოგება ნახა რაც მარიცის მაგრამ შეიძლება იმის მერე არავის აღარ გახავს წავიდა მე თურქეთი, საბერძნეთი, შვეიცარია და გავიდა იქ. იმ დროს ვიყავი იემენში და გვითხრეს რომ ფერადი ფანქრები ოღონ გვითხრეს ფერადი ფანქრები უნდა იყოს სქელები რო არისო. ხო, ერთი გრაფიტი რო ქონდეს, ხო, ორი გრაფიტი. სქელი ფერადი ფანქრები და როგორ თქვა 18 პლუს პლაკატები. დუზუების თემა. აი, ეხლა რომელიც დუზუები უკდავია. 40 წელი აკვტრია. მეო და მაშინ აქ იშოვებოდა არ იშოვებდა, მაგრამ იყიდებოდა სამანტა ფოქსის პლაკატები, სადაც დიდი ნაწილი საინტერესოებიდან ჩანს. წავიღეთ ეს პლაკატები სხვადასხვანაირი და ეხა ხო უნდა გავყიდოთ. ესე კი არის რომ თქვენ უნდა გაყიდოთ? ხო, აბა, კი ვინმე კი არ მოვა. სამბარებელი პუნქტი არის. არიტაცები? შენ თვითონ ხარ კომერსანტი. და მე და უფალჩა შევედით ერთ-ერთ
ესეთ ფანქრების და რაღაცების საკანცელერიო მაღაზიაში და ბაზაში. მე ვთხარი რაღაცები გვაქვს ხო არ შეიცენთ. ქართულად ვთხარი, იმიტომ აზრი არა, იმათ მარტო არა გულიცენ და ჩვენ ისეთი ენები რომლებიც იმათ მაგიცენ. რა გაქვთო? ალბათ კითხავთ იმან. ხო. ეს დავიწყეთ ფანქრებით. არაბი კაცია ესეთი, ამოვიღეთ ფანქრები, ფანქრები კარგია, გამოიყო და ათვაბია რა. მე როგორც მივხვდი, ჯობდა რომ 6 ფერიანი კი არ წაგვეღო, 12 ფერიანი პიროა. ის გარდამავალი ფერები უყვართ. ეგ ფასობს. გრადაციას აფუძნებს. ესე დავაწყე. შეიძლება არასწორად მაშინ თითო დინარი თითო კოლოფში მოხდა. ერთი დინარი არის 3 მანეთი. აჰა. თუ $3 არ მახსოვს. მანეთი. ერთი სამთან არის. რაღაცასთან. და რას ყიდულობ? მაგრამ დიდი ფულია. ბანკრები შეგიძლია იქ. ოღონდ იმათი. და ეხა პლაკატებზე გადავედით და ამ პლაკატებზე ცოტა მორიდებულად ვარ და კიდე რა გქონდა და ამოვიღეთ, ბევრია ეს პლაკატები რა. და გახსნა და ერთი ესე ნენელა შლის და ესე ხო ჯერ სახეზე აკრჭა იმანად ეხა ყვირილი და თავში მუჩების წყმა ვიწვი და გვიჭერე. გავიჭერე ბანკრები არ გავიკეთო. გავარ და გარეთ. და ვიფიქრე ხა ვიღაცას მოიყვანს და უფრო შე გავიქეცი თორე დაგვიჭერე. ეს პოლიციას აფასთი ხალხია. არა, ჩამოაფარა წინიდან რაღაცები. დაკეტა მაგრამ. იწება გულაობა. და ყველას გახსნაზე ეს ტეხავდა ყვირილს, ლოცვას, ღმერთო მიხმოილს და მუჭების თქმას და აბა შემდეგი. ანუ სიხარულის ემოცია. არ ვიცი რა ემოცია იყო. რამდენი გადაგიხადა თითოში? თითო, აი ფაქტურად რაც ფანკარში. თითო დინარი გადაგვიხადა და ერთი 15 დინარი ვიჭოვეთ. ის მაღაზია დახებული იმის მერე არავის უნახავს. მერე დავრეკე რა ჩამოვიდი გაიღო თქო და არ არის ჯერ გავდები. მაგარი რამე იყო რა ესე ხალხებს შორის კავშირის და რა დაარქვა მას? კულტურული კავშირები. ეროტიკული კონტრაბანდა. კონტრაბანდისტია. ოღონდ ეროტიკის გახრა. ჩვენი ხალხი ხო და რომ მივედით, რომ დავბრუნდით ბანაკში, 10 ვიყავით ქართველი. თქვით რომ აი ესე გავყიდეთ. 10-ს ჰქონდათ წამოღებული. ყველას ჰქონდა ხო, იმიტომ რომ არა. გაბაზრდა რომ ეკონომიკა გამოგიცვლია თქვენ. გვითხრეს რომ ჩვენებით წაიღეთო და მე იქ მივსვლები აღარა ვარ. და მე თვითონ დაყიდეს ესევე. დინარებში იმათმაც? საჩუქარზე უნდა გადავიდეთ. უნდა საჩუქარი მოგცეთ ჩვენი გადასარევება. დედა კაცო მაშინაც რა კაი რაღაცები. საჩუქრების მიწოდებაზე მე ვარ, გადაცემაზე დათოა. ჩვენი სპონსორია ნიკორა სუპერმარკეტი. და დღეს სპეციალურად თქვენთვის ჯამრთელ კვებას მივაწექით. ნიკორა ნახეთ რომ ამან ყოფილი გამომეწოდა. პირით. ეს არის კომპანია სანტე ევროპული და მისი მართლა მისი ძალიან ჯამრთელი პროდუქტები ეს არის მიუსლი არის გრანოლები სხვა შორის ეს გრანოლები ძეში უნდა და მე უმათ ვჭამ უმათ რა კაი საკნატუნოა სხვა შორის ხილი ყველაფერი არის ეს მეორე ტიპის გრანოლები და აქვე აი ვარჯიში თქვენ რა ვიცი არა მაგრამ ვარჯიში არ მომცე სპექტაკლი და რაღაცა რო გაქვს და უცებ გინდა ენერგია პროტეინი როგორ არ მინდა პროტეინი თუ მინდა დაარტყა მე 20 კილომეტრს გადიხარ და აი ასევე ეს არის ნუშიზზე უი რა კარგია ასევე სანტეს ევროპული ლავაჯი არის ესეთი ერთი არის ნუშის ერთი არის სოიოს და ეს არის შურის რძე ანუ ძროხასთან არანაირი კავშირი არც ერთს არის
როხაც არა უშავს. არ არის ზოდი ხო? ძროხა მე მიაყოლე. ებძვის ეს ორგანიზაცია დროხა. და სხვათა შორის ამაზე თუ მიაყოლეთ რამე ხილს, აი დაბალანსებული მეტი რო არაფერი არ უნდა, ისეთი ყვება და ხილიც უკან რო ახვევი იმას ისე არა. ვიზო არ წაიღებს. ესენი უნდა მოგეთეხა თუ მიხვდებოდა. ეს არის ჯამთელი დაბალანსებული ნატურალური დამატებული შაქრის გარეშე. ეხლა ცოტა ბანანი როა, ბანანი. მე ამ მძიმე პროცესში ვარ ახლა. მართლა? უკვე ერთი თვეა და სერიოზულად ფეხზე დაგაყენებს. ეს რო დაგიმთავრდება დამირე. გავცვალოთ გამოცდილებ. რაღაცა პერიოდი გეყოფა და მე ნიკორას სუპერმარკეტებში შეიძლება ეს პოლონური ბრენდია და დათოს დინარებშია ყველაფერი. ამის გარდა უამრავი ეს თქვენია დავდეფაკი. ევროპული პროდუქტი 100% ნატურალური და ჯამრთელი. აჰა. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან მოიცალეთ სტუმრად. ხშირად დამიძახეთ და ოჯახს ვარჩენ რაღაცას ვიზამ. ხო და გეუნები გაგითავდება დამირე. არასო და ჩაქსვა. სადღაც მოგვიკითხეთ მეუღლე, მოგვიკითხეთ მსახიობები, მთელი თეატრი. ეხლა უკვე ბევრნი გამხდარხართ ეს ახალი ამბით და ყველა მოგვიკითხეთ და წარმატებებს გისურვებთ. ამით დღევანდელი ჩვენი გაცემა დასრულებულია. გემშვიდობებით ერთი კვირით ნახვამდის. დიდი მადლობა.